მშვიდობა თქვენთან იყოს. და შემდეგ თქვენ ამბობთ. და თქვენთანაც likewise. როცა გეუბნებით, მშვიდობა თქვენთან იყოს, როგორ აღიქვამთ ამას? შეიძლება უკეთესად აღიქვათ. რა შეგიძლიათ გააკეთოთ გარედან, რომ როცა გეუბნებით, მშვიდობა თქვენთან იყოს, უფრო მეტად იგრძნოთ ეს, უფრო მეტად განასახიეროთ, უფრო მეტად. რა შეგიძლიათ გააკეთოთ? თქვენს თავში, რომ როცა გეუბნებით, მშვიდობა თქვენთან იყოს, ეს უფრო ძლიერად აღიქვათ? ეს უფრო მეტად განასახიეროთ. უფრო დიდად იგრძნობა. ძალიან ბევრი თქვენგანი მშვიდობა არ იცი, რადგან ყურადღებას იფანტავ მისგან. ერთი ყუთიდან მეორეში. ყუთიდან შემდეგამდე, ყუთიდან შემდეგ ყუთამდე. ყუთფუხსმი, ხუცხსნი, კოცხსნი. წარმავალი, რადგან შენთვის ძალიან მკვნეულია მასთან დაპირისპირება. მაგრამ ეს იესოს სასწაულია არა? იესო გთავაზობს შესაძლებლობას, რომ დაპირისპირება გათავისუფლდეს და გათავისუფლდეს. ერთდროულად სამართლიანად ეძებო სამართლიანობა. უსაფრთხოდ. მაგრამ გახსოვდეს ეს ძალიან წვრილი ზღვარია, რადგან მეც მინახავს ეკლესიაც ასე იქცეოდეს. ეს წვრილი ზღვარია საკუთარი თავის მიტოვებასა და იმაზე ხელის აღებას შორის, რასაც ღმერთის გარეშე ვეღარ უმკლავდები. მე ყოფილ ვარ მოცმე, როგორ ასწავლიდა ეკლესია თვითმიტოვების სისტემას, იმის საპირისპიროდ, რომ უფალი მარადიულად ძლებს.